ორი თავგადასავალი, ნაწილი მესამე, გიორგი კეკელიძე. ამბავი მეხუთე, კოჭლი კაცი. ჩემი და 4 წლის იყო, დილით მუცელი რომ ასკივდა და საღამოს, სანამ საავადმყოფოდან დააბრუნებდნენ, სოფელში მამიდა ჩემთან წამიყვანეს. ნინო ამსტერდამში გაფრინდა. მითხრა ღიმილით დედაჩემმა. სად არის ამსტერდამი? ვიკითხე მე. იქით, შორს, ევროპაში. აღარ მიკითხავს ევროპაზე. ალბათ უკეთესი ადგილია. ნინოს სულ უფრო მეტად ეფერებოდნენ. უკეთეს შოკოლადს აძლევდნენ და ახლა ხომ ხედავთ, იქაც გაუშვეს. თან რამხელა სურათები დაკიდეს სახლში და რა ატირებს ხოლმე ჩუმად ფანჯრისკენ შებრუნებულ დედაჩემს. რა თქმა უნდა, იმასაც ამსტერდამში უნდა. მე ხომ ისედაც არ ვუყვარდი არავის, რაც ნინო გაჩნდა. ახლა ალბათ ძალით მეფერებიან, რომ ამსტერდამში წასვლა არ მოვითხოვო. არც მოვითხოვ, თქვენ წადით ყველანი. ასე მგონია, როცა ქუჩაში ვთამაშობდით, გაღმაუბნის ბავშვებში მოკლე შარვლით და წითელი წინდებით, წითელ ლოყებიანივე სიკვდილი იდგა და აქედან დაძახებულზე, ვისი სული გსურს, ის სიცილით იძახდა რომელიმე ჩვენგანის სახელს. ნინო, ელენე, გოგი, მაკა, ბოლოს მე გადავრჩი. ვაჟიკია და კოჭლი ზურია. შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებოდა ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო. დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია. იქ რომ ვყოფილიყავი, ვიცი, შიშით შენ ვეწახვიდოდი ამსტერდამში. გზაზე რომ მოვაბიჯებდი, ხმამაღლა ვყვიროდი. მე შენი არ მეშინია, სიკვდილო. აქეთ გეშინოდეს ჩემი, აქეთ გეშინოდეს. სიკვდილის რა გითხრათ და შინ ვაჟიკია დამხვდა და რომ შემხედა, შეეშინდა. კერასინკასთან იჯდა, ეწეოდა. რაია, რა სახე გაგ, უცებ მკითხა. მოვუყევი. ისე, როგორც მთვრალ თუ ხუცესზე კადრება. არითმეტიკა, გაკვეთილი მერვე, მიმატება გამოკლება, ამბების. საბოლოოდ გაიგო რაც მოხდა. კასეტების საქმე. თუ სწორედ მახსოვს, არ მირწყევია, უბრალოდ ვთხოვე, რომ ლამპა არ ჩაექრო და გადავბრუნდი. კედელზე, სადაც შპალერი გადასცლოდა, გაზეთ კომუნისტის ამონაჭრები მიეწებებინათ. ჩვენი სოფლის თვალი ყოფილი ფიზკულტურელი მურთაზთა ბაგარია. მურთაზმა ჯერ კიდევ წინა 5 წლეთში ისახელა თავი, მაგრამ სანიმუშო ამხანაგის წლევანდელი გამრჯეობა, მართლაც რომ უშურველ ქებას იმსახურებს. დიდება მის მარჯვე ხელებს. 12 ტონა მანდარინი ხუმრობა საქმე როდია, სწორედ ამაზე ამბობდა პოეტი და ჩამეძინა. დილით პირში მჟავა ჩასხმული ვითავდექი. კაცმა რომ თქვას, ჯერ არ სადმეჩქარებოდა. არც მწევარი მომდევდა, მაგრამ ხომ იცით მეორე ანდაზა, ჩვეულებაზე, სარკეში ჩავიხედე. რა ემართებათ ამ ძველ სარკეებს, რაღაც ჟანგივით ეპარებათ გვერდიდან, ალბათ მაგათი ჭაღარაა. 3 დღის წყლით კბილის გამოხეხვა არაა მოსაწონი საქმე, თან ისედაც მეზარება, სულ მეზარებოდა. იქ ლანჩხუთში დედა მაძალებდა. აქ თბილისში ვაჟიკიას საკუთარი კარიესი გაჭირვებოდა. მოკლედ, ენით მწიფე ღრძილები მოვისინჯე და გადმოვაფურთხე. სისხლს ტკბილი გემოაქვს, შენსასაც და სხვისასაც. თუ დაღვრა გადაწყვიტე. ფული ყველას უნდა, მით უფრო ჩვენს დაუფასებელ დროში. მეფო ცდილობდა ინტელიგენტურად ელაპარაკა. 3 თაობის მაფიოზის შვილივით. ახლა ხან რომ დაბრუნდა სორბონიდან და უკვე კლანის საქმეების გადაბარებას ცდილობს. უხდებოდა კიდეც, თვითონაც ხომ პროფესორების ოჯახიდან იყო. ეგ არის, ჩვენს დროში ფულს სწავლით ვერ იშოვი, თუმცა ჭკუა და შრომა საჭიროა. გათვლები, ჩასაფრება, ნაკლები მსხვერპლი, მეტი მოგება, ეს ისევ მეფოა. მას რისკიანი, მაგრამ დიდებული გეგმა აქვს. უნდა რომ ფიზიკის ინსტიტუტის ქვემდგომი თანამშრომლებისგან ის ბანდა ჩამოაყალიბოს, რომელიც სანატრელ მილიონს მოიტანს. შეიძლება ხვალარა 1 ან 2 წელიწადში, მაგრამ მილიონი სულ მილიონია, თუნდაც ასანთის ღერი. საუბარი კი მწვანე ფულს ეხებოდა. ფული შეიძლება ბინძური და ბნელია, მაგრამ განზრახვა ნათელი გახლდათ. ფიზიკის ინსტიტუტის შკოლნიკა თანამშრომლებზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა. ვისეცალა მაშინდელ მილიციაში ასეთი ეჭვიანობის სცენებისთვის, თეატრი ხომ არ იყო. მაგრამ მაინც, ამ გეგმის აღსრულება მე დამევალა.
დავთანხმდი. სიმართლე ითქვას, ბევრი არ მიფიქრია. უფრო სწორად, ბევრი მიფიქრია ასეთ ამბებზე. რობინ ჰუდობა სულ მინდოდა. და აჰა, აღსრულდა. სქემა ასეთ მომავალს გვიქადდა. მეფო მოგვამარაგებდა საწყისი თანხით, იარაღით და გასატანი ბინების სიით. ეს სია ყველაზე რთულად შესადგენი ამბავი გახლდათ. სხვა საძმოების არეალი არ უნდა გადაკვეთილიყო. გამოცდილ ინკასატორს არ ექნებოდა ეგრე აღნუსხული ყველა სახლის კარი, როგორც რომ მეფოს. სად მეტი ოქროიდო, სად ფიროსმანი, სად გუდიაშვილი, სად ჭურჭელი და სად ერეკლე და სად ჩემი ხმალი. უზრდელივით იქცევით, ჩამონათვალს მაწყვეტინებთ და თან ამას მე მეკითხებით? ხმამაღლა დაგცინებდით, მაგრამ ვერ გაიგონებთ. დიახ, ნიჭიერი ხალხი ყველაფერში ნიჭიერია, ამასაც შევძლებ. რომ მოვინდომო, მედელინის და კალის ბარონებს შევარიგებ, ორი უბნის გასაძარცვი არხების კონტროლი კი არა. და რობინ ჰუდი რა შუაშია? ეგ ხომ მდიდრებს ართმევდა. ჩვენც მდიდრებს წავართმევთ და ღარიბებს აძლევდა? განა იყო ვაჟიკიაზე და ჩემზე ღარიბი ვინმე ამ ქალაქში. ვაჟიკია ფიზიკოსად არ დაბადებულა, მაგრამ ფიზიკის ინსტიტუტის მარჯვენა ფლიგელის დაცვად მუშაობას არც სჭირდებოდა მსგავსი უნარები. სულ რაღაც 20 მანეთია ხელფასი. ისიც ამ ბოლოს ბოროტი მშობლის მოყოლილ ზღაპარს გავს თოვლის პაპაზე. გზაში იყინება. ბევრი ვიჩალიჩე და მოვაწყვე. დირექტორი მენდობოდა და იმდენად დიდ სულოვნად, რომ ოდესმე საქართველო როცა დიდი იქნებოდა, საკუთარ ადგილს მიწინასწარმეტყველებდა. რიჟა პირველი ფლიგელის დაცვაა. სხვა დანარჩენები ასისტენტები არიან. ბატონი ჰამლეტის ამბავი ადრევე მოგიყევით. ქალბატონ ლალას საქმის შემდეგ ცოტა კი დაიზაფრა, მაგრამ როგორც ეფრემ ვერდი გვასწავლის, ზაფრას ზაფრანას ნაყენზე უფრო სხვა უარესი ზაფრის მოლოდინი შველის. ჩვენთან კი ეგეთი წესი დაითქვა. საძმოდან გამსვლელს შუბლში სორო ელოდა. მაშინ ასეთი სოროები ხშირად ითხრებოდა, მგონი თაგვი არ იყო ამდენი. ქალბატონ ლალას კივილმა უფრო კარგად გამაგონა, ფართო ასპარეზზე გასვლის დრო დამდგარიყო. დედაჩემს ავსტრიელების ეს სტიპენდიაც კი უკვირდა და ახარებდა, მაგრამ სად უფროსი მეცნიერთანამშრომლის ხელფასი. თან სტუდენტობისასვე. ვუნდერკინდი ვიქნებოდი. ასეთ ასაკში ამხელა კონკურენციის დაძლევა სოფლელი ბიჭისთვის. რას ამბობ? კოჭებში მეტყობოდა. კოჭებს გამაგრება უნდა. თორემ თუ ფეხები გაგეზარდა და შენ ისე ვისე კოჭებში გეტყობა, წაიქცევი. სულ ნიჭიერი კომპოზიტორი და პოეტი იქნები. ნეკროლოგზე უარესად იკითხება ხოლმე. დღეს ჩვენს ღვაწლმოსილ ნიჭიერ მწერალ ლონგინოზე სებუას 55 წელი შეუსრულდა. პროზაიკოსის იუბილე მშობლიურ სკოლაში აღნიშნეს და ასე შემდეგ. მოკლედ მეცნიერ თანამშრომლობა მინდა. ამისთვის დიდი ნაშრომი მაქვს, ჯერ დასაწერი და მერე დასაცავი. გამარჯობა მეფო. რამე უფრო მსხვილზე ხომ არ გვეფიქრა. ჯერ შარია. ბევრი არ ხართ. თუ ვართ. არ გაგიტყდეს. პროსტა ჯერ შენი ფიზიკოსის სასტავის გაიგივება მიჭირს. თორე ერთნი ვართ. ასე ძნელია. ცხოვრება მოკლეა. სულ მეკიდა ვისთან აიგივებდა მეფო. პატივს ვცემდი, როგორც გზაზე დამყენებელს. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მეტი ფული მინდოდა. აქ ყველაფერი დაკავებულია. ძალიან სტროგად. პროსტა ნეპრიატნია. უნდა დაეჯახო. ან ერთი გაფუჭდება, ან მეორე. ტყუილი სისხლია. რეგიონები უნდა მოვსინჯოთ. რა სიტყვი გენიოსო. გარდაბანი ახლოსაა. ჩვენი დევიატი საათნახევარში შეყოფს ცხვირს, თუ გზაზე რეიდები არ არის. ქალაქის ზურგში, აყროლებული, მოგრძო შენობა დგას. ქათმის ფერმა. იშვიათად, ქათამზე უფრო რამე მძულდეს. გინდა საჭმელად, გინდა ცოცხლად. ახლა საქმე მოითხოვს. ფირუს სულაბერიძე ჩვენი სულიერი ძმაა, რუსთაველი, ის მოგვყვა. დირექტორი აქ არის? ტიქტო, ბრატუხა. აზერბაიჯანელია. ალბათ აქ მუშაობს. მე ვუთხარი, რომ თბილისიდან გამოგვაგზავნეს და საჩქარო საქმე გვაქვს. ინკუბატორშიაო. შევედით. გამარჯობა. იმამ პასუხად კბილები გამოაჩინა. 2 ოქროსი ჰქონდა. სტაჟიორები რომ ვყოფილიყავით, დავაძრობდით და არმენას მივყიდიდით, მაგრამ ნაშრომის წერა უკვე დაწყებული გვქონდა. ერთ პატარა საქმეზე ვართ. მე ყველაფერი გაიასნებული მაქვს. ყველგან მოგვარებული მაქვს. რა?
ემვედემ კრიშავს და ნოსა იცით? სესაიუზნი. მერე 3 იყოს. რა 3? 3 კრიშა ვიქნებით. ვის ებაზრებით იცით? გივიჭეიშვილს. მერე? რა მერე? თქვენ ბიძიებო შიგ ხომ არ გაქვთ. დამშვიდდით ბატონო გივი, არ გვინდა უსიამოვნება. ბატონ გივის ავუხსენი, რომ საკითხი გაცილებით დელიკატურია, ვიდრე ამას წარსული გამოცდილება კარნახობდა. ახლა მხოლოდ კანონიერი ქურდი და მილიციის უფროსი არ მეფობდა დროსთან ერთად. საძმოებისთვისაც გაჩნდა ტახტზე ადგილი. ჩვენ კომფორტულ გარიგებას გთავაზობთ. თვეში 2000 მანეთი და სხვა დანარჩენი არ შეგაწუხებს. ეგ კი არა, დაჟე ქურდებთანაც მოგიგვარებთ. არ გინდა ნოსა. გივის სახეზე გაბრაზება დაეტყო. 2 თვალი მრისხანედ უელავდა, მაგრამ მესამე თვალით ვაჟიკიას შარვალში უკან გარჭობილ რევოლვერს ხედავდა. საკუთარი, სავარაუდოდ სეიფში ედო. სეიფი კი ახლოს არ ჩანდა. კარგი, თბილისში დავილაპარაკოთ. რა პრობლემაა, ბატონო გივი? აუცილებლად დავილაპარაკებთ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, სოხუმში და სადაც გნებავთ. ოღონდ ახლა 1000 მანეთი უნდა მოგვრცე. წინასწარ. მესამე თვალმა ისევ ანიშნა და გივიმ გვითხრა. ახლა ხელზე 600 მაქვს მარტო. იყოს 600, ბატონო გივი, იყოს. აქედან და რუსთავამდე 15 წუთის ამბავია. იქ ფირუზას ცალკე ბაითი აქვს ნაქირავები. როგორც დიქტორები ამბობენ, კონსპირაციული. წამალიც იქ იხარშება, ვნებაც გულში და გეგმები თავში. ნაშები ჩქარა. მე ლიანა მომეწონა. იქვე მეორე კორპუსში ცხოვრობდა. 8 სართულიანის ერთოთახიანში, მერვეზე. ძვალმსხვილი იყო. დიდი, ზეთიანი ძუძუები და კუდუ სუნთან, როგორც აღმოჩნდა ბლომად თმაბეწვით. როცა მოვწიე, მეგონა რომ ეს ძუძუები გაუმრავლდა და მთელ ტანზე მოისხა. უცებ ბეწვის ამბავიც მიემატა და ვუთხარი. ღორო, მომეჯაგარი. მაგრად გამარტყა, მაგრამ სიცილით. მეორე სექსი აღარ შემეძლო. 50 მანეთს გაჩუქებ მეთქი. ბოზი ხომ არ გგონი ვარო. ისე მეთქი, უბრალოდ. შენ რა პროფესიის კაცი ხარო? თანამშრომელი. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. გაიცინა. დღეს ლექტორები ვერცხლის კოვზებს ყიდიანო. მეც გამეცინა. კიდევ მოვწიე. კიდევ. არაყიც დავაყოლე. უკვე ვიძინებდი. ჭერს ავხედე და ჩემთვისვე მოულოდნელად ჩავილაპარაკე. თუ საიდუმლოს შენახვა შეგიძლია, გეტყვი, საიდან მაქვს ეს ფული. ადრე როცა ვწვებოდი, შუქს ჯერ ერთი ხელით ვაქრობდი. მერე ვრთავდი და მეორეთი. ბოლოს ორივეთი ერთად, რომ არც ერთი არ დაჩაგრულიყო. ძნელია ახირებულობა. დროს გართმევს. ძილის წინ ჭერს, მეზობლის ფანჯრებიდან შემოსული განათების წყალობით ვუყურებდი. თხელფიცრებში წვიმას გამოეჟონა. ამ დროს წვიმა ცნობილი მხატვარია. მისი ტილოები ყველა სახლში ეკიდა გურიაში. ჩემთან ჭერზე ციყვი და კატა უყურებდნენ ერთმანეთს. შორს ცალხელა კაცი მიდიოდა. იმ კაცს ვუყვებოდი ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოებებს. თუ როგორ მძულდა მშობლები. ისინი წითელი რეიტუზის ჩაცმას მაიძულებდნენ, რომელიც მეგონა ჭიანჭველებით იყო გატენილი. კანზე შეხებისას ნამდვილად ასეთი შეგრძნება მქონდა. ჩურჩულით ვეუბნებოდი, რომ ნონას ყვითელი ტრუსი ეცვა, ველოსიპედიდან რომ ჩამოდიოდა, კაბას კამში ჩაეჭედა და დავინახე. ძალიან შემრცხვა, მაგრამ თან რაღაც უცნაური ვიგრძენი. იმ კოჭლმა კაცმა ალბათ იცოდა რაც, თუმცა პასუხს არ მცემდა. მაგრამ მთავარ საიდუმლოებებს ხომ მომხდარის მერე თავსაც ვუმალავთ. საერთოდ, ერთ-ერთი დაუჯერებელი და სასაცილო სიტყვა, რაც კაცობრიობას მოუგონია, მესაიდუმლეა. ჩვენ ყველა საკუთარი დიდი საიდუმლოებების მძევლები ვართ და მხოლოდ სიკვდილთან გვათავისუფლებენ. ისიც არავინ იცის რა პირობით, რადგან სიკვდილის ამბებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ ვერავინ ხვება. ჩვენი მეგობრები ახლო და უახლოესი ზედაპირულ ამბებს იგებენ და შეიძლება გაუთქმელად ინახავენ კიდეც. მაგრამ რა მცირე და კომიკურია ეს მონათხრობები მთავარ მოვლენებთან შედარებით. მაპატიე, ცალფეხა კაცო ჭერზე და თქვენც მაპატიეთ. მე ადამიანი ვარ. მე ჩემი საიდუმლოებების მხოლოდ მცირე, გამორიყულ ნაწილს გიყვებით. ამბავი მე-6. პანგეას ნაფლეთები.
ოდესღაც სამყაროში დიდი აფეთქება მოხდა. ამას მოჰყვა ნუკლეოსინთეზის ერა, ბირთვული ერა. 7 მილიარდი წლის წინ კი მზე და მისი სისტემა იშვა. მერე დედამიწაზე ხმელეთი და წყალი გაჩნდა. იყო ერთადერთი კონტინენტი, პანგეა. როგორც ყველაფერი, ბოლოს ისიც დაიშალა და ფილებად დაიყო. მე ერთ-ერთ ფილაზე ვდგავარ, ევრაზიულ ფილაზე. აქ შეიძლება ადრე ცეცხლიან თუ ან ოკეანე ლივლებდა. ახლა ნახევარ უდაბნოა. ეს ქვები, ქვიშა, მეჩხერი მტვრით გაყინული ბუჩქები, 1000 წლეულებია, ოდნავადაც არ იცვლებიან. გარემო ისეთივე სასტიკი, მშვიდი და გულგრილია, როგორიც მანამდე იყო, სანამ ადამიანები საერთოდ გაჩნდებოდნენ. ის საერთოდ არ გვიმჩნევს. ახლაც, როცა მუხლებზე ვდგავარ და თავზე სანადირო თოფი მაქვს მობჯენილი, ამ მთებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ. იმ ვარსკვლავებს ხომ მით უმეტეს და ზეახალ ვარსკვლავებს საერთოდ. სამყარო აჩქარებით ფართოვდება, მე კი ხელები შეკრული მაქვს. კოსმოსი ყრუა. მან არ იცის, რომ არსებობს ოცნებები, სიყვარული, შური, ტკივილი, სიხარული. ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა, შეუმჩნეველი წერტილების თვითონ წერტილივით დედამიწაზე. მილიარდობით უზარმაზარ პლანეტას, თავზე რომ დამნათის და თუნდაც ამას, მუხლებით რომ დავყრდნობივარ, არ შეუძლია ჩემი გულისცემა ესმოდეს. ის წარბსაც არ შეიხრის ახლა და არც მაშინ შეიხრიდა, უცებ, ღრმა წარსულში, მეზოზოურ ერაში რომ გავჩნდი იმავე პოზაში, ბოქსიტების და ფოსფორიტების საბადოების ზურგზე, უკან ბებერიგივი ჭეიშვილის ნაცვლად კბილებ დაკრეჭილი დინოზავრი მედგას და ღრიალებდეს. სად არის ჩემი კვერცხი? პრინციპში, გივიც იმავეს ბღაოდა, კვერცხებს ითხოვდა. კვერცხებიდან მიღებულ ფულს. ყაჩაღებზე ყოჩაღი აღმოჩნდა. რუსთავში მომაგნო. რა გასაკვირია და, როცა გამაღვიძა, ლიანა აღარ ჩანდა. შეიძლება იქვე იდგა, ფარდასამოფარებული. მე ვერ დავინახე. ბატონმა გივიმ და კიდევ ორმა დაუდგენელმა პირმა იარაღის მუქარით გამიტაცეს. თუ როგორც იტყოდა კრიმინალური ქრონიკა. ახლა ქათამთუხუცესი მაგინებს და მოკვლას მიპირებს. მუქარები ხშირად ფუჭია. ნამდვილი მკვლელები იშვიათად იმუქრებიან. მაგრამ რა იცი, როგორც ლანჩხუთში იტყვიან, მარცხი ელანძეა. ელანძე, ანუ უცებ და მოულოდნელად ბატონებო. მალე, როცა ჯოჯოხეთში მოვხვდები, თუ ეშმაკების საკრებულოში ჩემი წამების საკითხი იმის მიხედვით განიხილება, რასაც დედამიწურ ცხოვრებაში გავურბოდი, უპირველეს სასჯელად ლანჩხუთის საკრებულოს უკან რომ ჩეჩმაა, იქ მოტყუებით შესვლა და კარის ჩაკეტვა გამოდგება. გრძელი წინადადებაა, მაგრამ როგორც გვპირდებიან, არც ტანჯვა იქნება მოკლე. თუმცა ჯერ ახალგაზრდა ვარ, პერსპექტიული. დრო არის. კიდევ მოვასწრებ ცოდვების ჩადენას. ჩემი სული ისე დამძიმდება, ცეცხლის სამეფომდე მის მithრევას დემონების ლეგიონის გამოხმობა დასჭირდება. შესაბამისად, განაჩენი დაწესდება გაცილებით მწარე. სიკვდილის მერე, თვალის სამუდამო გახელისას, ბოტანიკურ ბაღში აღმოვჩნდები. 1990 წელი, ნოემბრის ღამეშერჩენილი შუადღე, მგონი 17. ქარი გულს ურევს მაძღარა მინდს და სადაცაა, წვიმა მხრებზე ბრმა მტრედივით კენკვას დამიწყებს. ძაღლები დარბიან, გაქუცული, მუნიანი ძაღლები. ბუჩქები მათი შარდის სუნით ყარს. ბილიკები განავლითაა დანაღმული. მხოლოდ ძაღლების არა, ადამიანების განავლით. აი, იქ კალენდულა. გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და პარფიუმერიაში. სს ნაცვლად უნდა ეწეროს. განავალში გავლა გარდაუვალია. მით უფრო თუ ხანდახან მაღლა იყურები. მცენარეები მცონარედ იხვევიან ქარის დაძახილზე. პასუხი ეზარებად. ცალფეხსაცმელში წყალი შემივიდა. ნინო მინდოდა გამეცინებინა და დიდ გუბეზე გადახტომა ვცადე. ნინო წინ მიდიოდა. უცებ შემოტრიალდა და მითხრა. მეზარება ესეთი სცენები. ვაი ვუი და სვეჩა გარელა ნასტალე. რაღაცები მთავრდება რა, სადღაც წყდება. მერე მობრუნება აღარ გამოდის. ხო იცი, მოდი დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მე მინდა 1000 სიტყვა ერთად ვთქვა. რატომ? ვინმე შეგიყვარდა? რამე დავაშავე? გუშინ წინ ხომ გიყვარდი? შენ გოგო ალაოდ ხომ არ ახარ? მე ისევ მეყვარები და სხვანი.
მაგრამ მხოლოდ მოახლოვებული ძაღლისთვის ფეხის მირტყმას ვახერხებ. სველ ფეხსაცმელზე ბეწვები შემრჩა. დავხედე. თვალი გამიშტერდა. გადამეხვიე ეხლა და წავედი. თავი ავწიე და ისეთი სიმშვიდით ვუპასუხე, მთელი წელი მიკვირდა. არა, წადი. არ შემიძლია დამშვიდობება. არავის დამშვიდობები ვარ. არასდროს. მართალი ვიყავი. ყველაფერს გავივლი ცხოვრებაში. ოღონდ დამშვიდობება გამომატოვებინა. მხოლოდ ეს არა, ნებისმიერი სახის დამშვიდობება. მირჩევნია აღარასდროს ვნახო. ვიცოდე რომ სადღაც მატარებელმა გადაუარა, ხევში ჩავარდა და ჭიაყელების სუფრაზე ცოცხლად ლპება, ვიდრე მშვიდობით და მსგავსი ფრაზების კულტურული ინკვიზიცია მოვაწყო. როცა ჯოჯოხეთში მოხვდები, სატანა აუცილებლად ერთ ადგილს მიმაყინავს. თვალი ტალახიან ფეხსაცმელს მიკრულ ბეწვებზე მექნება დაყრდნობილი და ყურში ნინოს ხმა ისისინებს. გადამეხვიე ეხლა და წავედი. და ვერ ვიტან ამ დამშვიდობებებს, მაგრამ ახლა მომინდა ნია მენახა. მენახა და მეთქვა, იმახვრებს იქ შევხვდები ნია და იქ წავართმე ვიმკასეტას. შენც ხომ ამოხვალ ოდესმე და მე დაგელოდები. ერთად ვუყუროთ, აი ასეთი სულელური რამ, მაგრამ მომინდა. ეს კასეტა ცარიელია, ბატონო გივი. მეგონა მაცილები დამცინოდნენ. როცა გეტყვით, ჩართეთ და ჩაწერეთ. მე არ ვიცი. იყო კვერცხთმეუფის პასუხი. უკან მოვიხედე. გივი სულ არ ჰგავდა მოღრიალე ფერმის უფროს. მანქანას მიყრდნობოდა და შესამჩნევად იღიმოდა. მისმა მონამ ვიდეო კამერა მომიშვირა. გივი მთოფი. ახლა შენ წამოხვალ რესტორანში. იქ ცოტას დავლევთ. მერე სრულიად ბუნებრივ ვიხმით. ძალდაუტანებლად იტყვი, რომ მეფო ნაბოზარი და პედერასტია. რომ მილიციის კაცი ხარ და მალე გაძაგრავთ იმ გოთვერანს. მერე პირჯვარს გადაიწერ და ღმერთს დაიფიცებ, რომ ამას გააკეთებ. და მერე ეს კასეტა მემექნება, თქვა გივიმ. და შენ დღეიდან ჩემი კაცი ხდები. სხვა შემთხვევაში სახელსაც დაკარგავდა სიცოცხლესაც, ბიჭო. სიკვდილი საშინელია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მისი ყველაზე ცუდი მხარე ის არის, რომ შანსს აღარ გულისხმობს. აი სიცოცხლე კი სულ სხვა საქმეა. იქ შეგიძლია გზაზე ჩაისვარო და სახლში სუფთა მიხვიდე. ერთხელ პირველ კლასში ვიყავი და სწორედ ასე მოვიქეცი. უმწიფარმა ტყემალმა ფაღარათი მომწია. შინ რომ გამოვრბოდი, რა დასამალია და თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან მრცხვენოდა. მდინარესთან მივედი, მაკანკალებდა, მაგრამ მაინც ვიბანავე და შარვალი გავრეცხე. საღამომდე იქ ვიყავი, სანამ გაშრებოდა. მთელი ოჯახი მეძებდა. რომ მივედი, მაგრად მომცხეს. ძილამდე სიცხემაც ამიწია, მაგრამ სახეზე ბედნიერება მეწერა. არავინ იცოდა ჩემი სირცხვილის შესახებ. სუფთა ვიყავი.